ველდებუნი ვართ რომ ვილოცოთ პაპისთვის როგორ კათოლიკები, მაგრამ არა მარტო როგორ კათოლიკები, მთელი კაცობრიობა არის ჩართული ამ მოვლენაში. პაპი იყო ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ბევრი ასპექტზე შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ იყო ღმერთის ადამიანი და რა კი იყო ღმერთის ადამიანი იყო კაცობრიობის ადამიანების ადამიანი. ყველა იყო მისთვის ღმერთისშვილი. ღმერთმა გაანაცვლოს მისი სული, დარწმუნებულები ვართ, რომ არის უკვე ღმერთთან მით უმეტეს ბრწყინვალე შვიდეულში გარდაიცვალა და ეს ამითი ჩვენ რაღაცნაირად უფრო შვიდდებით. სწორედ აქ იყო, ამ საყდარში იყო ჩამოსული 2016 წელს და ეს მისი ყოფნა ამ ტაძარში ჩვენთვის მარა დარჩება ჩვენს გულებში კარგ მოსაგონრად, ასე ვთქვათ. ვიზიტებს აწყობდა სხვადასხვა ქვეყნებში, არა მარტო იმ ქვეყნებს, სადაც მილიონობით კათოლიკია, არამედ მის ესეთი სურვილი იყო, რომ პერიფერიებში, ანუ ისეთ ქვეყნებს, სადაც კათოლიკები ძალიან ცოტანი არიან. ასეთ ერთ-ერთი ვართ საქართველო. ამიტომ ჩვენ გვქონდა ის ბედნიერება, რომ 2016 წელს პაპი ფრანცისკე ჩამობრძანდა ჩვენთან ვიზიტით, 3 დღით იყო აქ, ამ ტაძარში იმყოფებოდა. შეხვდა პატრიარქს, სვეტიცხოველში დაპატიჟა პატრიარქმა და ეს ვიზიტი ჩვენთვის, როგორც საქართველოს ცხოვრებულ კათოლიკებს, იყო ძალიან იმედის მომცემი, რომ პაპმა ჩვენთვის მოიცალა, თუნდაც ამხელა მთელ სამყაროში ამდენი კათოლიკია. როდესაც პაპი მოვიდა დაჯდა თავის ტახტზე, მე როდესაც ჩემი მისალმები სიტყვა წარმოვთქვი, მე მივედი და პაპი იჯდა ამ დროს და მინდოდა დამეჩოქა მის წინათ ამბორი შემესრულებინა, მაგრამ მოხდა ესეთი მოულოდნელი რამე, რაც მის თავმდაბლობას გვიჩვენებს, რომ უცებ წამოდგა პაპი, არ მომცა საშუალება, რომ მე დავჩოქილიყავი. მომკიდა ხელი, წამომაყენა და როგორც ორი მეგობარი დიდი ხანი არ უნახავთ, გადამეხვია და აკოცა. თვეზე მეტია ავადმყოფობდა, სამადმყოფოში იყო და კვირა დღეს აღდგომას ალბათ საერთოდ აღარ შეეძლო ლაპარაკიც უკვე უჭირდა, გამოვიდა მრევლთან, მოგვილოცა აღდგომა, სწორად რამდენიმე სიტყვით და მეორე დილით გარდაიცვალა. ესაც ჩანს როგორ ზრუნავდა მთელი ცხოვრებით, მთელი არსებით იმ მრევლზე, რომელიც მას ჰქონდა ჩაბარებული. მთელი კათოლიკური სამყარო. ასე რომ ჩვენ კათოლიკური ეკლესია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით საქართველოში ვლოცულობთ მისი სულრიცხოვნებისათვის.